სოციალურ ქსელ Facebook-ში ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა სპექტრში პრემიერის სტუმრობისას სტუდიაში პატიმრის სატელეფონო ზარს კრიტიკა მოყვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები ამ ფაქტს კომიკურს უწოდებს, მათი ნაწილი კი შეშფოთებას გამოთქვამს. გუშინ გადაცემა სპექტრში პრემიერის სტუმრობისას პატიმარმა დაარეკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წერილის მიწოდებას და საკუთარი პრობლემების გაზიარებას თხოვდა. ჩვენ გავხსენებთ ნომერ 12 საჯელახურების დაწესებულებიდან და შესაძლებელია თუ არა თქვენთან წერილის დაწერა, სადაც მოყვანილი იქნება ყველა ის საჯელახურების საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და პასუხის გაცემა როგორ შეიძლება რომ მოხდეს. საჯელახურების დაწესებულებიდან? 212 დაწესებულებიდან. ეს დაწესებულების თანამშრომელი სოზარ თქვენ თანამშრომელი ხართ თუ პატიმარი ხართ? სუბარის თანამშრომელი ბრძანდებით? გესმით ჩვენი? პატიმარი. დემოკრატიული ქვეყანა ვართ. თქვენ ვერ ახერხებთ ეხლა რომ თქვენ ინფორმაცია მიაძინოთ მინისტრამდე და არ არის ამის საშუალება? არა, პირადად თქვენთან როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როგორ შეიძლება მოხდეს? რატო წერილია შეუძლიათ რომ გააგზავნო პრემიერის პატიმარი გიკავშირდება ეხლა კამერიდან? ხო, პატიმარი გიკავშირდება, იქ ტელეფონი არის, ოფიციალურად ახასი. კი, კარგია, რომ ეს ხერხდება, ძალიან კარგია. და ის ფაქტობრივად შეგიძლიათ ეხლა დავუსვათ შეკითხვა. კი, კარგი იქნება, დასვით შეკითხვათ. აბა თუ შეგიძლიათ, იქნებ მოკლედ დასვათ შეკითხვა და გვარი მითხარით და თუ შეკითხვა არის აქტუალური და თქვენ გვარსაც მეტყვით, მე დავინტერესდები. საჯელახურების მინისტრი ამბობს, რომ უკანონო არაფერი მომხდარა და პატიმარმა კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა, როდესაც ზარი განახორციელა. სოზარ სუბარის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი იყო პატიმარს პირდაპირ ეთერში დაერეკა და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა. ის რომ პატიმარი რეკავს პირდაპირ ეთერში კანონით იმ დროს, როცა მას კანონით აქვს უფლება დაარეკოს კანონით დაშვებული ტელეფონიდან ბარათით. ეს არის ნორმალური მოვლენა. ნაციონალური მოძრაობა რასაც აკეთებდა ციხეებში ყველამ კარგად ვიცით და ახლა თუ გონიათ რომ ცოცხების დრო და ცოცხების პარტია დაბრუნდება ძალიან ცდებიან. პასუხისმგებლობა ვისიც დგას იმის გამო რაც ციხეებში ხდებოდა იმასაც ხედავთ და კიდევ ძალიან ბევრი პირის პასუხისმგებლობა იმ საქმეებზე უნდა დადგეს და დადგება კიდევაც. პატიმრის მიერ პირდაპირ ეთერში დაარეკვაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ არასამთავრობო სექტორში. საიას იურისტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს კანონით აქვს უფლება გარესამყაროსთან სატელეფონო კონტაქტი იქონიოს. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს იურისტი კი აცხადებს, რომ პატიმრისთვის სატელეფონო ზარის შეზღუდვის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევა მოხდებოდა. გია გვილავა ამბობს, რომ მსჯავრდებულებსაც ისევე იცავს კანონი, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ზოგადად მას რა თქმა უნდა აქვს უფლება იკონტაქტოს გარესამყაროსთან და მნიშვნელობა არ აქვს საკუთარ ოჯახის წევრს დაურეკავს თუ პრემიერ-მინისტრს პირდაპირ ეთერში. მას ამის უფლება პატიმრებს ამის უფლება ნამდვილად აქვთ. და ვერავინ ვერ შეზღუდავს მათ ამ უფლებას. ციხეებში არსებობს ტელეფონები, სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, საიდანაც მათ ზარის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. მსჯავრდებულს აქვს გარესამყაროსთან კონტაქტის უფლება, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმაში და ერთ-ერთი არის სატელეფონო უფლების, სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება. კანონმდებლობაში არის შეზღუდვა, მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რამდენი ზარი შეიძლება განახორციელოს მსჯავრდებულმა ერთი თვის განმავლობაში. სხვა შეზღუდვა მაგალითად ის, რომ ვის უნდა დაუკავშირდეს მსჯავრდებული, ვისთან შეიძლება დაკავშირება, ვისთან არ შეიძლება, ამგვარი შეზღუდვები კანონმდებლობაში არ არის. არასამთავრობო სექტორში დღეს წინა ხელისუფლების დროს ციხეებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიც გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც პატიმრები ციხეებიდან დარეკვის უფლებაზე უარს საკუთარი ნებით ამბობდნენ, რაც თავის დროზე ეჭვებს ბადებდა.